მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. ნახოთ რა სიახლე შემოდის. და მე მინდა რა სიახლე შემოდის. ისთვის არის ეს გაშლა. ნახეთ, აქ თითქოს არ იმჩნევს ადამიანი და ამბობს, რომ ძალიან კარგად ვარ, მაგრამ რაღაც მთლად ვერ არის ამ კარგად. რატომ ვერ ხარ, რა არის პრობლემა? თან როგორ არის, იცით, თითქოს ყველაფერი დალაგებული წესრიგში კარგად. ნახეთ, სამსახურის სიტყვაზე რამე, ეხლა თქვენი პირობებიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც რაღაც გაწუხებთ, რა არის ეს რაღაც. ერთ რაღაცას გეტყვით. არსებობს ესეთი რაღაც. ადამიანი, რომ იბადება, მას ყვება გარკვეული პროგრამა. რასაც დავუშვათ კარმას ეძახიან, ხო? აი ეს პროგრამა არის დასამუშავებელი. ნახეთ და ასევე ყვება ადამიანს მინუს პლუსი საკითხები. ეხლა რა ხდება? გეუბნებიან, აი ეს გაქვს შენ გასაკეთებელი. ამას ყველა ადამიანი თუ საკუთარ თავს მოусმენს, გარკვეულ დონეზე ყველა გრძნობს რომ იცოდეთ. მე არ ვამბობ რომ ან წინა ცხოვრება ან რაღაცა ეხლა ადამიანს ბევრს ახსოვს. მე პირადად მახსოვს საქმე ამაში არის. განსხვავება, მაგრამ ეს ხდება იშვიათად, ხო? ძალიან. თუმცა ქვეცნობიერად გრძნობს ადამიანი აი იმ ბლოკებს, იმ რაღაც პრობლემებს. ნახეთ, როდესაც ადამიანი უკვე მიდის მინუსებში, თუ თქვენ არ ხართ კარგად, აქ მანდ-მაინც იარაგად ჯადოს თემა სხვა არის კიდე. მაგასაც აგიხსნით ახლა ამ გაშლაში. მაგრამ ნახეთ, ყველაფერს დავუშვათ, არის ცუდად რაღაცა. აქ გამორიცხული არ არის, რომ თქვენ უბრალოდ ვერ ამუშავებთ თქვენს თავს. იმას, რასაც უნდა აკეთებდეთ, ვერ აკეთებთ. უკვე მინუსებში ხართ და ეს ყველაფერი ცუდად არის. თუ პლუსებში არის ადამიანი, ამ დროს უკვე ის სიმშვიდად არის, ის სამსახურის ყველაფერი სიმშვიდე მასთან უფრო სუფევს, ესე რომ ვთქვათ. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ამუშავებს იმ პროგრამას, რითინაც რისთვისაც არის მოსული ამ ქვეყნად, ნახეთ.
ყველა სხვადასხვა პროგრამები აქვს, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ახლა რა ხდება? შესაძლებელია ადამიანს მართლა ყველაფერი დალაგებული აქვს, დაალაგა და მომენტალურად მოხდა, ხო? კი ბატონო, ჯადოს თემას მე არ გამოვრიცხავ და ესეც უნდა იყოს მოძებნილი, რატომ მოხდა დაუშვათ ეს ყველაფერი და მართლა აქ არის თუ არა მაგიური დაზიანება და ვინმემ შეცვალა თქვა არა თქვენი მიმართულება ცხოვრებისეული, ხო? ანუ გადაგიყვანათ რელსებიდან და დადექით სხვა პოზიციაზე უკვე და ახლა იქედან გააგრძელოთ, მაგრამ როგორ გააგრძელებთ, გიცვლიან მიმართულებას, თქვენს ცნობიერს ცვლიან. ეს არის უკვე მაგიური ზემოქმედება და ამ შემთხვევაში ეს კი ბატონო უნდა გამოიგულოთ, გამოიძიოთ, მაგრამ თუ ეს არ არის, რა ხდება? აი აქ ეს პროგრამა. ახლა მე ასე გეტყოდით აქ. თქვენ იმდენად ძლიერი ადამიანი ხართ, არ აქვს მნიშვნელობა გოგო თუ ბიჭი. არ არის გამორიცხული, რომ ზუსტად ეს პროგრამა იყოს თქვენთვის, დაუშვათ, თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი. აი ხანდახან არის ადამიანი, რომ მე მარტო ვწვალობ, არავინ მეხმარება, არავის იმედი მქონი, ხო, ესე იგი თქვენ მაგ პროგრამით მოხვედით, რომ თქვენ არავინის იმედი არ უნდა გქონდეთ. თუ თქვენ მომენტალურად ვინმეს დაეყრდნობით, ნახეთ, ვიღაცის იმედი გააქვთ და დაუშვათ ახლა მომეხმარება რაღაცას გამიკეთებს, ან ფინანსურად, ან გავთხოვდები რაღაც და ოჯახის ახლი კარი მაგრამ ეს არ გამოდის. ის ადამიანი მოგატყუებთ, ფინანსურ ზარალში ჩავარდებით, ან ვერ დაოჯახდა ადამიანი, ან თუ დაოჯახდა აი პრობლემების, მან და მაინც ჯადო კი არ არის კაცო. აქ ესე იგი თქვენ უნდა დაგემუშავებინათ თქვენი თავი. ესე არ არის, რომ წამოკრათავ და ჯადო არა. თქვენ რა, თქვენი თავში ყველაფერი გამოკვლეული გაქვთ, ყველაფერი დაამუშავეთ და მაინც ვერ აღწევთ წარმატებას, ხო, მაშინ ნახოთ თუ არის აქ რა პრობლემაა კიდევ და თუ გამოჩნდება ჯადოს თემა, ხო? მაგრამ აი აქ ზოგიერთი ადამიანი არ გაძლევს რაღაც სამყარო იმას, რომ შენთვის რაღაცა ვიღაცამ შექმნას, შენ უნდა შექმნა ეს ყველაფერი. შენ უნდა დავუშვათ იყიდო ის კაბა გინდა შენი შრომით, ის მანქანა გინდა, ბინა გინდა, შენ უნდა მოაწყო ეს ყველაფერი, შენ უნდა არავინის იმედზე ეს არ უნდა გააკეთო. აი ამ შემთხვევაში შენ უკვე შენს მიმართულებას ამუშავებ და რა თქმა უნდა წინ მიდიხარ და აქ მე ნახეთ რა მიფიქსირდება, ადამიანს ზუსტად ეს აწუხებს. ყარა და ძლიერი ქალია, ყველაფერი თითქოს ან ძლიერი მამაკაცი ვიღაცა ხართ, შეგიძლიათ ყველაფერს თქვენ თავს გაართმევთ. ყველაფერი თითქოს დალაგებული არის, მაგრამ არა რაღაც მაინც იმიტომ რომ აქ წუხილი ნახე საგვარეულო ხაზში დამიფიქსირდა. დაუშვათ მამა რომ მე ასეთი მყოლოდა, ანუ მაგას მეც ვამბობ სხვათა შორის დედა რომ ისეთი მყოლოდა, ან რაღაც ხო ხვდებით, ან ასე რომ ყოფილიყო, ან ქონება, რა ვიცი, 1000 პრობლემა არის, ხო, თქვენ უკეთესად მიხვდებით თქვენს თავზე რა ხდება სინამდვილეში. აქ არ არის გამორიცხული, შეიძლება გქონდეთ მაგიური შესაძლებლობებიც. ხო? ნახეთ, კიდევ ხდება ესეთი რაღაც, რომ ადამიანი წინა ცხოვრებაში ხლა თუ ტაროს ეზოთერიკას ისმენთ, ესეც უნდა გჯეროდეთ. არის დაშვებული, ან მის საგვარეულო ხაზში არის დაშვებული შეცდომები, თუნდაც აი მაგიური მითინა, ეს ძალები, შესაძლებლობები, რაც არის გამოიყენათ ცუდად. მაგია მანდამაინც არ არის, კაცო, შესაძლებელია თქვენ იყავით უბრალოდ, ნახეთ, ისეთი პიროვნება ხალხი გისმენდათ. ხო, დავუშვათ ავტორიტეტი გავლენა რაღაცა ქონდა ადამიანს, თუნდაც ამ ცხოვრებაში, ან თქვენს წინაპრებს. მანდამაინც წინა ცხოვრებაზე ინკარნაციებზე კი არ ვსაუბრობ. აი რაღაც იყო შესაძლებელი ასეთი და იმ მომენტში თქვენ არასწორად მოიქეცით. მერე უკვე დაკარგეთ ამ არასწორი ნაბიჯით, შეიძლება მართლა ყველაფერი დაიკარგა საგვარეულო ხაზშიც კი განადგურდა, ხო? გამიგეთ როგორ გითხარით? ხშირად არის ამბობენ, რომ
ყველაფერი კარგად მყავდა, ესე იყო რაღაცა ეს და მე მომენტალურად ჯადო გაგვიკეთა ვიღაცამ და ვიცი ვინ არის. არა. შესაძლებელია აქ უბრალოდ თქვენ ან თქვენმა ვიღაცამ შეცდომა დაუშვა, რაც არ უნდა გაეკეთებინა. არის კი ესეთი რაღაცებიც არსებობს, ნახეთ, რომ აი კონკრეტულად როგორც აი დავუშვათ ადამდე ევას ვაშლის ჭამა ეკრძალებოდა, აი ასე არის. ეს არ უნდა გააკეთო. მე შენ გაძლევ შესაძლებლობებს, მე შენ გაძლევ მაგიურ ნიჭს, დავუშვათ კი ჯადოქარი გახდი თუ მინდა, მაგრამ ეს არ უნდა გააკეთო, არის იქ რაღაც. მე ადამიანი მაინც იმდენად ესე იგი ამპარტავანი და ისეთი ხდება და როგორ არის იცით, ესა უკვე ბალანსის დაკარგვა სხვათა შორის. ნახეთ რამდენ რაღაცას შევეხე, იმდენად შინაგანად არიქა ფორიაქში არის, არა ის უნდა ვერ ისვენებს, მანდა მაინც ის უნდა გააკეთოს და ბრახე ენგრევა თავზე ყველაფერი და მე ჯადოს და ვიღაცას ეძებს, გარეთ ეძებს მე პრობლემებს, ხო არა და შიგნით არის. გამინგეთ ჩემო კარგებო რა ხდება აქ. სხვათა შორის დამამშვიდებელი ზუსტად თქვენთან მე ასე ვიტყოდი ის ვარიანტია, რომ საკუთარი თავის გჯერათ. ან საკუთარი თავი გაამშვიდებთ, ან უბრალოდ უნდა შეძლოთ თქვენ თვითონ თქვენი თავის დამშვიდება. ნახეთ, მე ეს შევძელი, მე რაღაცა პრობლემის წინაშე ვიდექი, გადავლახე, მე ამ პრობლემიდან გამოვედი ასე ისე, ნახეთ, ეს მომენტები არის და ამასაც შევძლებ. სხვათა შორის კი საკმაოდ მკაცრი ხასიათის ხართ აქ. გააქვთ ხასიათი. ოჩახ. აქ ერთ რაღაცასაც გეტყოდით. თქვენ სადაც ხართ? მაქედანო. მაქედან ძალიან მალე უნდა გადახვიდეთ სულ სხვა პოზიციაზე ასევე. ხასიათი გაქვთ, მაგრამ აქ ბედის ცვლილება მიბრა შემთხვევაში. ანუ მე რაც გავაჟღერე, ამ ყველაფერს თქვენ თუ კი გაიაზრებთ. მე პირდაპირ გეუბნებით თქვენ სიახლეებში, აი როგორ იცი, ეჭვიც რომ არ მეპარება. ეხლა გადავირევი, ძალიან მაგარი. აი საკუთარ თავთან კონფლიქტი დაასრულეთ. დაასრულეთ ეს ყველაფერი, ეს გაიაზრეთ მე რაც გავაჟღერე, ეხლა 12 წუთი რაზეც ვისაუბრე. და თქვენ ნახავთ, როგორი ყველა კარიბჭე გაიხსნება აბსოლუტურად. ღვთისწყალობა, თქვენი ეგრეგორის მფარველობა, ყველა ძალა გაერთიანდება. არ ვიცი, ავტომატურად როგორ არის, ავტომატურად აქტიურდება დაცვა თქვენს მიმართ. ასეთი რამე გაგიგონიათ, სადმე მოგისმენიათ, მიგეუბნებით. ამაში 1 გრამი ეჭვიც არ მეპარება საქმე იმაში არის. ავტომატურად აი თქვენს საკეთილდღეოდ, მაგრამ ეს იქნება, ეს არ არის მომენტალურად ერთი რაღაცა გააკეთე და ცოტა ხანი ვიყავი, კარგად ცოტა ხანი რაღაცა და მერე всё. არა. აქ კი ბატონო, შეგიძლია წმენდა ყველგან საჭირო აბსოლუტურად. ეს დამეწმუნეთ ამაში. ყველა სჭირდება წმენდა. ის თვალი, ის წყევლა, ის ჩვენ ქართველები მაინც ისეთები ვართ, უთითგან. ლექსიკონში არის, ყოველდღიურ ლექსიკონშიც არის თუ დაუკვირდებით საკუთარ თავს ადამიანი წევლის. ან საკუთარ თავზე რაღაცას, ან თვითონ ოჯახის წევს და ნახეთ, აი თუნდაც აქედან. თვითონ არაფერი და იხუმრა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დიდი ნეგატივი გაუშვა ადამიანზე. ადამიანის მიმართ, ხო, რა ხუმრობით, კაცო, მის შინაარს დააგორდი რას ლაპარაკო. დაუსრულე. ამიტომ წმენდა ყველა სჭირდება, მაგრამ აი ეს მე რაც გითხარი თქვენ. ის ძველიდან განთავისუფლდით, ამის გააზრებაც გჭირდებათ. აქ ის მომენტი რომ მარტო რაღაც არა, თქვენ თუ ისევ იმ ცხოვრებით გააგრძელებთ ცხოვრებას და იმაზროვნებით გააგრძელებთ ცხოვრებას და ამას არ შეცვლით და საკუთარ თავს არ აღზრდით. აღზრდა არის, ხო? საკუთარ თავზე არ იმუშავებთ,
წმენდა ხო ცოტა ხანი ნახეთ, კი, ცოტა ხანი მოგერგებათ, მაგრამ მე ისევ იმ პრობლემებში აღმოჩნდებით, იმიტომ რომ თქვენში არაფერი შეცვლილა. კი ბატონო, მოგაშორე, მე ეს ნაგავი, მაგრამ თქვენ რო პირი გაიბრუნეთ, მაინც რაღაც დააბინძურეთ იქ, ხო? და ადამიანი ამბობს მე საქმე, ამასაც გეტყვით. არავის არაფერს უშავებ, არაფერი ასე და გასაგებია არ უშავებთ, მაგრამ თქვენ მაინც გაქვთ შესაძლებელი მოქმედებები, ფიქრები, აზროვნება, მიდგომა. აი ზუსტად იმ არაფერს არ უშავებთ, გასაგებია, მაგრამ ის თქვენი თუნდაც ფიქრებით, თქვენი აზრით, თქვენი სიტყვებით. სიტყვა არის ყველაფერი, ჩემო კარგებო. ლოცვაც სიტყვებიდან შესდგა. წინასწარმეტყველებაც სიტყვებისგან შედგა, წყევლაც სიტყვებისგან შედგა. სიტყვა არის ყველაფერი. აი იმ თქვენი თუნდაც სიტყვებით, თუნდაც ის წარსული გაიხსენეთ რაღაცა. უკვე თქვენ ისევ მოიზიდეთ, კაი ქარმა. აი, ნახეთ, წმენდა არის ქარივით, გაფანტა ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენ ისევ ეზიდებით, ვერ ელევით. აი, ჩემია. ვერ შეელიეთ. რა გააკეთოს ამ შემთხვევაში ეზოტორი კოსმა? ნახეთ, დაცვაც დაგადოთ. კარგი, ახლა სხვა დაუშვათ თუ მასკნეს შეეცდება, არა, მაგრამ თქვენ თუ ჭიშკარს გააღებთ. აი, ეზოში ხართ. გააღეთ ჭიშკარს, აი, ყველა ორი ჩემოა, გადამჯემო და ყველაფერი. ჭიშკრის გაღება რას ნიშნავს? მაგას ნიშნავს თქვენს აი ამაზროვნებას, ფიქრებს, სიტყვებს, დამოკიდებულებას, მიდგომას. თქვენ არ კეტავთ თვითონ და თქვენ არ ეხმარებით, თუნდაც მე, თუნდაც სხვას, დაცვას რო აკეთებთ. რომ всё, ეს ტერიტორია ხელშეუხებელია. ხო? შედით ეზოში ახლა რაღაცა და მარტო ნაგავი შეიტანეთ, შეგინდა დაყარეთ და დაყარეთ. სახლი იქნება, წამოიჭიმება სახლი. მაგრამ თუ შეიტანთ ისეთ, რა ვიცი, სამშენებლო მასალას და ესე ვთქვათ, დაიწყებთ იქ უკვე იმაზე მუშაობას ყოველდღიურად თითო აგური მაინც ერთმანეთს მიაკრათ, მიაწებოთ, საბოლოო ჯამში სახლი გამოგივა დაშენებული. იგივეა აქაც. ზუსტად იგივე არის ანალოგიურად ზუსტად აქაც. მე აქ პირდაპირ გეუბნებით, თქვენი ბედი მომენტალურად, აი როგორ იცვლება, იცი? სულ სხვა სამყაროში გადადიხართ, სულ სხვა ცხოვრებაში გადადიხართ, უკვე მაგ ეტაპზე ხართ, რაღაც უნდა შეიცვალოს, რაღაცა უნდა გადახვიდეთ. სად გადადიხართ? ძალიან დიდ ღვთისწყალობაში. ძალიან დიდ სიყვარულში, აქ პირდაპირ პიროვნება დამფიქსირდა მე. ხო, ეს ნასწავლი არის ეს ადამიანი, ნასწავლი პიროვნება. ეს არ არის თლად ესე რომ ვთქვათ, ისეთი ფენა ახლა სამსახური კი აქვს, მაგრამ სწავლის გარეშე. არა, ამას ნასწავლი არის. ნასწავლია. და შესაძლებელია ბევრთან როგორიც გიფიქრიათ ახლა თქვენ გიოცნებიათ საოცნებო მამაკაცი ახლა ცოტა ისეთი ხმამაღა და სხვანაირ ნათქვამია ვინ რაზე ოცნებობს ახლა არ ვიკამათოთ ხო თქვენ როგორზეც გიფიქრიათ ოჯახი შვილები არის შვილიც ჩანს შვილი საერთო შვილიანეთ ეს ნუ ახლა საჯაროა და აღარ ვიმასკენ მაგრამ კი ბატონო შეიძლება საერთოდ იყოს იმიტომ რომ ახალშობილი უფრო ესე მიფიქსირდება ვიდრე გაზრდილი სიყვარული ძალიან დიდი სიყვარული შემოდის თბილი ოჯახი რასაც ქვია აქ ისეთი განლაგება არის დავდგე მინდა უხურო დავტკბე მატება ბარაკა მარტო ოჯახი და სიყვარული კი არა ბარაკა ხალხნო ეს გამოდის ამას ესე იგიც აქვს ბინა სახლი კარი ახლა ბარაკა რა შემთხვევაში იქნება ქუჩაში თუ ეძებს კარს რაღა არის ხო არა ამას ყველაფერი აქვს მანახე ხების გადაკვეთა ბავშვი არის აქ ხო იცი შვილზე თუ ვიღაცას გეფიქრება შვილის შეძენა არის მატებაც არის მაგრამ მე მაინტერესებს ქონება ქონებრივი მატება თუ არის აქ
ცოტა დრო არის აქ საჭირო. ჯერჯერობით შვილი უფრო მიფიქსირდება, ვიდრე მე აქ რამე ქონება ჩემო ხალხო. ჩემო კარგებო, შვილი და ნაყოფიერება. თუმცა აქ არ არის ის მომენტი, რომ ნახეთ, ქონების შეძენა და ესეთი ის კი არ მიფიქსირდება, უფრო შვილი ან ოჯახთან დაკავშირებული მატება, ან შეიძლება სადაც ხართ იქ შეიძინოთ რაღაცა ისეთი. აი მატება კი შეიძლება კი არ დააგროთ თანხები, ფინანსები, რაღაცეები, ხო ხდებით, ესეთი ტექნიკა დავუშვათ უგჭირდებათ ოჯახის შეიძინოთ, ესეც ქონება არის კაცო, რას ლაპარაკობ, თუმცა ტექნიკურ ქონებას არ ვეძახი, იმიტომ რომ ფუჭდება და მაინც ხო ხდები გამოდის წყობრიდან, რაც არ უნდა შეინახო, მერე მოდიდან გადადის ახალი შემოდის და ამიტომ ეგ ქონებაში მე არ ვთვლი მაგალითად. მაგრამ თქვენ ხო იმ პერიოდში გჭირდებათ ეს ყველაფერი და მაინც ფული ხარჯება, ხო, მაგაში. რაღაცა აი ესეთი მატება უფრო არის აქ. გაძლიერება, ნაბიჯ, კი ძალიან დიდი ხვავი. ძალიან დიდი ხვავი, ადამიანი. აი ნახეთ, ამ ყველაფრის მერე, აი როგორ არის, იცი, რო გაიხსნა. რაღაც გაიხსნა და წამოვიდა ეს სიკეთე, ხო? მოდის და მოდის. აი ამას, ნახეთ, ამ ოჯახს, ბედს, სიყვარულს, შვილს, მერე მოყვება რაღაც დალაგება, ნახე, კმაყოფილება და მერე უკვე აი ძლიერდებით და ეს არის ძალიან მაგარი. ასეთი გაშლა მქონდა ამ დაგვარი. რაღაც კიდე შარშან ოღონის ვიდეოები აღარ არსებობს უკვე. შეიძლება იმაზე კიდევ Facebook-ზე შეიძლება, არ ვიცი. და ძალიან კარგი, ესე იგი, რო ვთქვათ, მე მომწერეს გოგოებმა, რომ კი ნამდვილად ემასქნა. ზუსტად ისე წავიდა რაღაცები. აქ ზუსტად ასე არის. აქ თქვენ არ არის გამორიცხული დაახლოებით 1 წელიწადში სიტყვაზე. 1 წელიწადში ეს დაოჯახება, ეს რაღაცები, ხო და მერე წლის ბოლოს თქვენ წარმოიდგინეთ შეიძლება ბინითაც დააემასქნათ, დააგვირგვინოთ, ბინა თუ არა გაქვთ, ან ახალი შეიძინოთ, ან რაღაცა გააკეთოთ. ესეთი. ესეთი ეს მოდის აქედან. აი კმაყოფილი იქნებით. ნახეთ როგორ ამოვისუნთქე და როგორი რაღაც ის მოდის, იცით? რაც გინდათ, რა ვიცი, კმაყოფილება, სრული კმაყოფილება ხალხნო. ეს ვიდეო კიდევ მოისმინეთ ის 12 წუთი თავში რაც არის, კიდევ მოისმინეთ, რომ თქვენ ამ პოზიციაზე გადახვიდეთ. ეხლა რა ხდება? ესეთ რაღაცას გავაჟღერებ და მე არავინ რა არ აკეთებენ არაფერს. არც წმენდას, არც იმას, არც იმ და მე რაღაცა არ შეიცვლება. ეს უნდა გააკეთოთ. და ამ შემთხვევაში მე პირდაპირ გეუბნებით, ავრორა თქვენთვის ისვრის, თქვენთვისაც ისვრის, თუ როგორ არის. აი, ზუსტად გეუბნებით ამას. თქვენ სადაც ფეხს დაადგამთ, სულ გექნებათ წარმატება და გამარჯვება. ქუდბედნიერი ხდებით მომენტალურად. ქონდა ახლა ასეთ შემთხვევაში ერთმა ქალბატონ ნინო გაშლაო, თქვენი გაშლა არ რეზონინდაო. მითხარი გაშლაში მე გეტყოდი რჩევას მეთქი. ხო და ნახე მე კაცო იქ თქვენ შლით იქნება თუ მე გიახვლი კაცო ჩემ ლაპარაკს. დინახავ. რა მქონდა ნალაპარაკები რა ის ეს. ხო და პირდაპირ მქონდა ნათქვამი. ჩემით მივწერე ჯერ როგორც წერილი წავიკითხე, ეგრევე დავწერე, ხო ეტყობა მაგასაც ახლა ადამიანი თუ ჭირდება 1-2 დღე და არ გპასუხობს, იქნებ მოიფიქროს ან რაღაცა და იმ წუთში რო გპასუხობს ადამიანი, ხო ხდები რომ ეს არც არაფერი შეუმოწმებია და პირდაპირ მისგან მოდის ეს სიტყვები. და ვეუბნები თქვენ ესე იგი რაღაც უნდა გაგეკეთებინათ, ეს არ გააკეთეთ, მე უთხარი მეთქი და ან რამე ხომ არ გქონდათ კიდევ რჩევის გარდა გასაკეთებელი, ნახე მე და ნათქვამი მქონდა ისა
რაღაც სახლის გაწმენდა, რაღაცა ეს სამაჯურები, რაღაცები, დაცვები, პატარ პუჭუ რაღაცები გააკეთე მეთქი და ეს საკმარისი იქნება შენთვის ამ ეტაპზე თქო, რომ ეს ყველაფერი შემოგიბრუნდეს რაღაც. არაფერი არ გაუკეთებია. ხო და ახლა ამიტომ გეუბნებით ის წინა 12 წუთი, რაც ვისაუბრე, მოისმინეთ. და შემდეგ ნახავთ თქვენ თუ კი ამას დაამუშავებთ, ამას გააკეთებთ და საკუთარ თავზე ამნაირად მივუდგებით, როგორ ყველაფერი შემოbrunდება და როგორ დალაგდება, როგორ წარმატებული, როგორი კმაყოფილი იქნებით ერთ წელიწადში. გაის ამ დროს უკვე თქვენ ცხოვრებას რადიკალურად სხვა იქნება. სხვა რელსებზე იქნებით აბსოლუტურად. შეინახეთ ეს ვიდეო, შეგიძლიათ მომწეროთ და შემატყობინოთ შემდეგ. კი, ნინო, მე ეს გავაკეთე და მართალი ყოფილხარო. არ მეწყინება ნამდვილად. გამიხარდება. ძალიან დიდი მადლობა. ნუ ხართ გაურჭოფებული და ნუ ხართ რაღაცა ისე ასე თუ ისე. ძალიან დიდი მადლობა, ვინც ჩემი ერთგული ხართ, მე გამოაცხადეთ დასარჩენი დარჩება, წამსვლება და ვინც მართლა დარჩა, კი ბატონო, დარჩით, ვინც ჩემები ხართ, ჩემთან დარჩებით, კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის და თუნდაც იმ შეტყობინებებისთვის, თქვენ რომ წერთ და მეუბნებით, რომ კი ნინო ასე და იმიტომ მოვედი ახლა გაშლაზე, რომ მე შენთვის მეთქვა, აი წინა გაშლაზე რაც მითხარი ეს ყველაფერი ზუსტად რომ ასრულდა. ეს არის ძალიან დიდი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, ძალიან დიდი мотиваცია, ძალიან მიხარია, მაბედნიერებს ასეთები, ვინც მყავხართ და ამისთვის გიხდით ძალიან, რა თქმა უნდა, უღრმეს მადლობას, უღრმეს. მეც მჭირდება ცოტა мотиваცია თქვენი მხრიდან, ხო? გისურვებ წარმატებებს დაგემშვიდობებით დროებით.